მოგესალმებით საყვარლებო, ვისაც გონიათ რომ ამ მაისურით გადავიღებ, კიდევ ერთხელ დავუშვებ იგივე შეცდომას და ამ მაისურით დავჯდები თქვენს წინაშე და გაკადრებთ ამ მაისურით თელს 20 წუთს საუბარს. არასდროს ფიქრობთ, იმიტომ რომ უბრალოდ გამოვიცვლი ხა და სხვა მაისურით დავჯდები. ენაცვალოს ჩემი თავი ევროპულ თავგადასავალს, ევროპული თავგადასავალის მერე ჩემი ცხოვრება წინ წავიდა. პირველად წავედი ევროპაში, ევროპული თავგადასავალის ეგიდით. და მაგის მერე სულ დავდივარ. On ჩემი გადაწყვეტილებით არც ერთხელ არ წავსვლარ, მაგრამ სულ მიწევს წასვლა. ეგრე არა პალასას რო გატეხავ, ეგრე მიაქ და მიაქ რა. მოკლედ თავიდანვე იმით დავიწყებ. დიდი მადლობა ჩემს პარტნიორ კომპანიებს, რომლებიც მეხმარებიან, რომ ესე ხშირად, ეხა ხო უკვე ხშირად ამ ვიდეოს ხო დღეს არ ელოდებოდით. ამიტომ მადლობა ჩემს საყვარელ ყავას Starbucks, აქამდე ჩემი საყვარელი ყავა იყო, მაგრამ არ ვიძახთ რომ ჩემი საყვარელი ყავა იყო. მადლობა ჩემს საყვარელ სპორტულ არხს, Setanta Sports და მადლობა ასევე CityPay-ს, რომელიც არის კრიპტოსაფულე. CityPay.io, ოღონდ io არა, io. CityPay არის კრიპტოსაფულე, სადაც 31 ივლისამდე რეგისტრაციის შემთხვევაში თქვენ საფულეზე აისახება 5 USDT. ანუ 5 USDT არის 5 კრიპტოდოლარი, რომელიც საბოლოო ჯამში არის $5. რეგისტრაცია ძალიან მარტივია, წერთ მეილს, პაროლს, შემდგომ გადიხართ ვერიფიკაციას და skipidi babidi boo თქვენი საფულე შექმნილია და ამ საფულეზე $5 დევს, რომელიც თქვენ საერთოდ არ ჩაგირიცხავთ. სხვათა შორის 1000 აკაუნტს თუ გააკეთებთ, ჯამში $5000 მიიღებთ და შეგეძლებათ უკვე საკუთარი მანქანით დადგეთ თბილისის უკიდეგანო საცობებში, რომელიც არასდროს არ მთავრდება და არასდროს არ გაიწოვს. ბეცონის მომხმარებლისთვის CityPay-ს აქვს ესეთი აქცია, რომ ნებისმიერ ტრანზაქციაზე 10%-იანი cashback-ი უბრუნდებათ მათ კრიპტოსაფულეზე. ესე იგი, მჭედლომ დაწერა ესეთი კომენტარი, რომ ნიჰილიზმი ცუდი რატოა ბიჭო, აბა ახსენი. არა, ხუმრობ, მაგრამ მართლა ეგეთი ცუდი არაა, სოკომ რო შეიწოვოს რა. Ну ვიდეო მქონდა რომ გაიჩნდა მეთქი ვისაც ნანახი რომ გაიჩნდა სოკო რომელიც იწოვს რადიაციას, ანუ რადიაციით იკვებება. და მეთქი მედია გაიჩნდა რაღაც სოკო რომელიც შეიწევს ზისხს, ამას ნიჰილიზმს და ასე შემდეგ. თქო და ნიჰილიზმი რა პონჩი უნდა შეიწოვოს? აბა ახსენი ბიჭო, მაგრამ არა ხუმრობ, მაგრამ მართლა ეგეთი ცუდიც არ არის ნიჰილიზმი, რომ სოკომ შეიწოვოს რა. და მაგან მომცა мотивация რომ გავაკეთო ვიდეო, აი არსებობს ფილოსოფიური შეკითხვები რა. არსებობს რაღაცა პარადოქსები და მინდა რომ მაგიტომაც ეს ჩარჩვა არ იქნება თელი ვიდეო დაეთმობა ფილოსოფიურ შეკითხვებს, პარადოქსებს, აზრებს და ასე შემდეგ. მაგალითად არსებობს ესეთი ფილოსოფიური შეკითხვები, ან პარადოქსული შეკითხვებია რა, რაღაცა ესეთი ერთ-ერთი არის მაგალითად ღმერთი თუ ყოვლის შემძლე არისო და ყველაფერი შეუძლია, omnipotence თუ არისო, ყოვლის შემძლე თუ არისო, თუ შეუძლიაო შექმნასო, გააჩინოსო ისეთი ქვა იმ სიმძიმის, რომ თვითონაც ვერ აწევსო. და პარადოქსი იმაშია, რომ თუ ყოვლის შემძლეა უნდა შეძლოს ეგეთი ქვის გაჩენა, მაგრამ თუ ვეღარ აწევს, უკვე ყოვლის შემძლე აღარ გამოდის. ეს არის მათემატიკური პარადოქსები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში უბრალოდ მათემატიკური პარადოქსებია და არა რეალური რაღაცეები. მაგრამ ძალიან ბევრი არსებობს ესეთი. და ძალიან ბევრი ფილოსოფიური კითხვა არსებობს, რა ძალიან ბევრი ნიჰილიზმის ჟანრი არსებობს. ძალიან ბევრი, მოკლედ ბევრი რაღაც არსებობს. ეხლა ცოტა დავძაბავ, დავაბნელ და დავიწყებ ვიდეოს რეალურ ნაწილს. გიფიქრიათ თუ არა იმაზე, რომ ცხოვრებაში, თქვენ ცხოვრებაში რაც არ უნდა მოხდეს, კარგიც რომ მოხდეს და ცუდიც რომ მოხდეს, ანუ ცუდ ხასიათზე რომ დადგებით, რომ შეგეშინდებათ, ან ძალიან რომ გაგიხარდებათ, მაგის მერე რაღაცად რომ გადის და უეჭველი თქვენ სტანდარტულ ხასიათს უბრუნდებით რა. ეს სიბრძნე ესე რომ თქვა და ფილოსოფია როგორ უნდა გამოვიყენოთ, იცით რომ რაღაც ცუდი რომ მოხდება, არ უნდა დაეცეთ, არ უნდა შეიძლება ვერ შეებრძოლო და მოიწყინო მაინც, მაგრამ უნდა იცოდეს სულ რომ ყველაფერს განკურნავს და როდესაც რაღაც კარგი მოხდება, უნდა იცოდე რომ ამ კარგით არ უნდა დაკმაყოფილდე და უნდა იცოდე რომ სულ მთელი დრო და ენერგია დახარჯო იმაში, რომ ეს კარგ ხასიათზე დამყენებელი მოვლენები თქვენს ცხოვრებაში ხშირად იყოს, იმიტომ რომ ერთ მომენტში შეიძლება კმაყოფილი ხარ, ანუ ნაჭამი ხარ, დაპურებული ხარ, მაგრამ რაღაც რო გავა და ისევ მოგშივდება რა. ამიტომ ერთი პორცია საკვებით არასდროს არ უნდა დაკმაყოფილდეთ, უნდა დაკმაყოფილდეთ რაღაცა უნდა შექმნათ ისეთი, რომელიც საკვებს როცა მოგშივდება, სულ მოგცემთ. ასეთი პარადოქსი არსებობს. მე ჩემმა მათემატიკის მასწავლებელმა მასწავლა როგორც ფეხმარდი აქილევსის პარადოქსი, ანუ ფეხმარდი აქილევსი ვერასდროს ვერ დაეწევა კუს. ძალიან უცნაური პარადოქსია, როგორც თავიდანვე თქვი შეიძლება ეს პარადოქსი მათემატიკურად სწორია, მაგრამ რეალურად არასწორი და ესეთი რაღაცაა რა.
რაღაცა მანძილი უნდა გაიარო მაგალითად რა თქვენ გაქვთ რაღაცა მიზანი რაღაც მანძილი უნდა გაიაროთ სანამ ამ მანძილს გაივლით ჯერ პირველი ნახევარი უნდა დაფაროთ ანუ ჯერ უნდა გაიაროთ ერთი ნახევარი მე ეს ერთი ნახევარი რო გავა კიდე იმ დარჩენილი მანძილის ერთი მეორე ნახევარი მე რაც მანძილი დარჩა იმის ნახევარი და დრო ისე გავა სულ მივახლოვდებით მიზანს მაგრამ ვერასდროს ვერ გადაგვეთ ანუ 1-დან 0-მდე ჯერ 0.5-ია, მე 0.25, მე 0.125 და ასე შემდეგ გრძელდება უსასრულოდ, სულ უსასრულოდ მივახლოვდებით 0-ს, მაგრამ არასოდეს გახდება 0. ანუ ფეხმარდი აქილევსი კუს ეს ჩქარა გარბის დაეწევა, სულ დაწევის პროცესში იქნება, მაგრამ ვერასოდეს ვერ გაასწრებს. ეს არის უბრალოდ მათემატიკური პარადოქსი, რომელიც რეალურ სამყაროში არ მუშაობს რა. არსებობს ესეთი თეორია, ესეც ფილოსოფიაა, რომ სიცოცხლის ანუ ბავშვის ჩასახვა და გაჩენა არის ამორალური ქმედება. იმიტომ რომ ბევრი ადამიანისთვის ეს ცხოვრება უფრო ტვირთი უფრო და სასჯელი უფროა, ვიდრე საჩუქარი. და ზუსტად ამიტომ რომელი ადამიანიც ფიქრობს, რომ ეს ცხოვრება უფრო ტვირთია ვიდრე საჩუქარი, იმ ადამიანისთვის სიცოცხლის ჩასახვა და ბავშვის გაჩენა არის ამორალური საქციელი, იმიტომ რომ ახალ არსებას ქმნი იმისთვის, რომ შეწირო აქაურ ამავებასა და სისაძაგლეს. ყველაფრის მიმართ ტოლერანტულობა აძლიერებს არატოლერანტულობას. ანუ თქვენ თუ იქნებით ტოლერანტულები ბოროტების მიმართ, ბოროტება აღარ პოზიციონირდება როგორც ბოროტება, აღარ ებრძვი, ის ბოროტებად რჩება, საბოლოო ჯამში შენ გებრძვის და შენ როგორც ტოლერანტულობას გკლავს და რჩება მარტო თვითონ არატოლერანტულობა. ანუ ყველაფრის მიმართ, ცუდის მიმართ და არასწორის მიმართ ტოლერანტულობა თვითმკვლელობაა. ანუ ტოლერანტული ადამიანი, როდესაც ტოლერანტულია ცუდის მიმართ, მაგ პროცესში საკუთარ თავს კლავს ირიბად ოღონდ რა. კიდევ არის ესეთი საინტერესო დილემა კითხვა არის, რომ შეგეძლოს სიზმარში ცხოვრება. ოღონდ იმ სიზმარში ყველაფერი გაქვს რაც გინდა. საერთოდ ყველაფერი ნამდვილს გავს, ყველაფერი კარგად არის. ისე გინდა როგორც არის, პრობლემა არ გაქვს. მაგრამ სიკვდილის წინ გეღვიძება და ის შენი ცხოვრება სიზმარში იცხოვრე დიდი ხანი სიზმრად გახსოვს. დათანხმდებოდით თუ არა ამაზე. ანუ გაწირავდით თუ არა საკუთარ თავს, ანუ შეიქმნიდით თუ არა საკუთარ სიმულაციას, სადაც არაფერი ნამდვილი არ არის, მაგრამ ძალიან გავს ნამდვილს. სხვათა შორის ნარუტოში მადარა მუღამი ეგ არის რა, ანუ მადარა რო ებრძვის ყველას, უნდა რომ თელი კაცობრიობა გენჯუცუში, ანუ სიზმარში მოაქციოს, სადაც იქ ყველაფერი არც ომი იქნება, არაფერი არც სიკვდილი, არაფერი არ იქნება, მაგრამ ყველაფერი იქნება უბრალოდ სიმულაცია. მაგას ებრძვის, მაგის მოწინააღმდეგე ნარუტო რო რამე რა. ძალიან საინტერესო კითხვაა. მე რომ მკითხო, მირჩევნია, ანუ დაჟე სიზმარშიც მირჩევნია ყველაფერი კარგად არ იყოს, იმიტომ რომ ყოველთვის მაგას ვამბობ, რომ ადამიანი მაშინ არის ცოცხალი, ადამიანი მაშინ არის აქტიური და მაშინ გრძნობს ადამიანად თავს, თუ ბარიერებს ხედავს, თუ მოწინააღმდეგე ყავს, თუ ვინმე ყავს, ვისაც დაამარცხებს, აჯობებს, ან რაღაცას ანუ მოწინააღმდეგე თუ ყავს რა, აზარტი ზუსტად ცხოვრების აზარტი ზუსტად ეგ არის რა. მომყავს ხოლმე სულ ეს მაგალითი, რომ წარმოიდგინეთ FIFA-ს თამაშობთ, თქვენი გუნდია და მოწინააღმდეგე ადამიანი კი რა მოწინააღმდეგე გუნდი არ ყავთ. ანუ 11 თქვენი გუნდელია მოედანზე და 0 სხვა გუნდელი. და თავიდან კი ყველაფერი კარგად მიდის, 10-0 იგებ, 20-0 იგებ, მაგრამ ორჯერ ითამაშებ და ბოლოს უაჭველი მოგბეზრდება და ანუ გაქრება ყველანაირი ემოცია მაგ თამაშის მიმართ. ამიტომ მოწინააღმდეგე პრობლემა, ბარიერი ყველაფერი არის ძალიან საჭირო. სწორედ ამიტომ მე ავირჩევდი, რომ დავრჩი აქ ჩემი პრობლემებით, ჩემი ბარიერებით, ჩემი იმებით, ჩემი ამეებით და არასდროს დავიძინო რაღაცა ტყუილი იდეალურობისგან. კიდე ასეთი თეორია არის, თეორია რა, რომ რამე ფაქტობრივი თეორიაა, რომ არ არსებობს ცალკეული ნივთები რა. ყველა საერთოდ დედამიწის ზურგზე რაც არსებობს, ყველაფერი არის რაღაცა სხვადასხვა ნაწილაკების და ატომების გაერთიანება. ანუ სხვადასხვანაირი ვიბრაცია და ასე შემდეგ. ანუ მეც და ეს ლინზაც მე რომელსაც ახლა თვალებში უყურებ, ერთ და იგივე ნაწილაკებისგან შედგება, ოღონდ სხვადასხვანაირი სტრუქტურა აქვს ამ ყველაფერს. ანუ მე თუ განსაკუთრებული ემოცია მაქვს ვიღაცა ადამიანის მიმართ
და ნაკლებად განსაკუთრებული ემოცია მაქვს რაღაცა ნივთის მიმართ. საბოლოო ჯამში სტრუქტურულად და რო ჩაუღრმავდე ორივე ერთი და იგივე რაღაცეებისგან შედგება, მაგრამ უბრალოდ სხვაობა სტრუქტურული. ამიტომ მაგ თეორიის მიხედვით ყველა განსხვავებული დამოკიდებულება რაღაც სხვადასხვა ნივთის თუ ადამიანის მიმართ ფარსი არის. ანუ ჩვენ ყველა და ყველაფერი ვართ ერთი ნაწილის სხვადასხვა ნაირი გამოხატულებები. არსებობს ესეთი გამოქვაბულის ალეგორია არის, როდესაც გამოქვაბულში ცხოვრობენ ადამიანები და მათთვის ისინი მარტო ხედავენ ჩრდილებს. კედელზე ნაჩვენები ჩრდილები არის ის რასაც ესენი ხედავენ, მხოლოდ მაგას ხედავენ. უბრალოდ მათი აღქმით, ამის გარდა სხვა არაფერი არ აქვს ნანახი, სამყარო ეგეთია. მაგ ჩრდილებთან ამყარებენ კომუნიკაციას, მაგ ჩრდილებს სწავლობენ, მაგ ჩრდილებით სწავლობენ, მაგ ჩრდილების ირგვლივ იმყარებენ ცოდნას, მაგრამ ერთი ადამიანი რო გაათავისუფლონ და გაუშვან და რეალური სამყარო ანახონ და მე უკან დააბრუნონ და ამ ადამიანმა დაიწყოს მოყოლა როგორია რეალური სამყარო. ყველა იქ ვინც შიგნით იყო, ის ადამიანები დაწვავენ. იმიტომ რომ არც ერთ ადამიანს არ უნდა მიიღოს ის გამოცდილება და არ უნდა გაიაზროს ის, რომ შეიძლება რაშიც დრო აქვს დახარჯული, რასაც აკეთებდა, სადაც ფასი და სადაც თავისი ღირებულება შექმნა, ის ღირებულება რომ არ არსებობს, ფარსია და ტყუილია, მაგის დაჯერებას ურჩევნიათ, რომ ჭამონ ეს ტყუილი, მიუხედავად იმისა, რომ რა რეალურიცა, რა რეალისტურიც არ უნდა იყოს. სიმართლეს ხშირ შემთხვევაში ადამიანს ურჩევნია კომფორტი რა. და აქაც ეხა 21 თანამედროვე სამყაროზე რომ გადმოვიტანო ეგ ამბავი, მაგალითად ვიტყვი, ადამიანები, რომლებიც თქვათ ვამბობ რა, არ ვამბობ რომ ესე ვფიქრობ, მაგრამ ისტორიას რომლებიც სწავლობენ, ძალიან დიდი დრო აქვს დახარჯული ისტორიის სწავლაზე და ყველაფერი რაც ის პრეისტორიული ხანიდან დღემდე იციან, გამოკვლეული აქვთ ის და უცებ რაღაცა ძალა მოვიდეს ან რაღაცა ფაქტი გაიჩითოს, რომელიც აი ამ ყველაფერს გააბათილებს, ის ადამიანები ყველაფერს იზდამენ იმისთვის, რომ ის რეალობა, ის ისტორიის ცოდნა რაც ქონდათ, ეგ დარჩეს ისევ ფაქტად და ეს ყველაფერი რაც უნდა აბათილებდეს ამათ 8 წელს და ცოდნას მოსპონ. ოღონდ ეს იმიტომ კი არ გააკეთებენ ამას, რომ ეგრე ფიქრობენ და ეს სიმართლე გონიათ. იმიტომ რომ მან უკვე საკუთარი თავის გადარჩენის ინსტინქტი ერთვებათ და მან სიმართლე რა არის არავის აღარ აინტერესებს. მან ან მე, ან სხვა ეგ ბაზარი მიდის და მაგიტომაც არსებობს ეს ალეგორია გამოქვაბულის, რომ ადამიანის ფსიქიკა ეგრე მუშაობს და ფსიქოლოგია თუ რა თქმა უნდა ძალიან მაღალ მწვერვალზე არ ხარ ასული გონებრივად და მორალურად და ფსიქოლოგიურად, ფსიქიკურად, ფილოსოფიურად და ყველა ესეთი სიტყვა რაც არსებობს. კიდე ესეთი ის არსებობს, რა ქვია, პარადოქსი არსებობს. აი ღმერთის პარადოქსს გავს დაახლოებით, რომელიც არ არსებობს, მაგრამ მათემატიკურად სწორია. ეხლა რასაც ვლაპარაკობ, ყველაფერი ტყუილია. ეს წინადადება უნდა ხსნიდეს შავ ხვრელს დედამიწის, ანუ ამას ვამბობ, სადღაც აქ შავი ხვრელი უნდა იხსნებოდეს და შეგვიწოვოს. მე რასაც ეხლა ვლაპარაკობ, სიცრუეა, ან ტყუილია რო ვიძახი. თუ მართლა ტყუილია, გამოდის რომ სიმართლეა რაც თქვი. და თუ სიმართლეა რაც თქვი, გამოდის რომ მართლა ტყუილია და მართლა მგონია რომ სადღაც შავი ხვრელი გავხსენი. არსებობს ესეთი პარადოქსივით რაღაც არის, როდესაც ანუ არჩევნის თავისუფლება უდრის ტყვეობას. ანუ თქვათ, ავიღოთ რომ დილას შენ რო იღვიძებ, ერთადერთი ტანსაცმელი გაქვს, რომელიც უნდა ჩაიცვა, ერთადერთი საჭმელი არსებობს, რომელიც უნდა ჭამო და ამაში დროს არ ხარჯავ, დგები, შენ ტანსაცმელს იცვამ, რომელიც ერთადერთია და ჭამ საჭმელს, რომელიც ერთადერთია. და სამყაროში სადაც ტანსაცმელი უამრავია და საჭმელი უამრავია, უამრავ დროს ხარჯავ იმაში, რომ აარჩიო, რა ჭამო და რა ჩაიცვა. მრავალფეროვნების ტყვე ხარ რა. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ არჩევანი არ გქონდეს ბევრ რაღაცაში, რასაც დიდად აზრი არ აქვს. ანუ საბოლოო ჯამში აზრი არ აქვს, რას ჩაიცვამ და საბოლოო ჯამში აზრი არ აქვს, რას შეჭამ, რა თქმა უნდა, ეხა ქვას შევჭამ არ არის რა, რაც გჭირდება. ეგ რო არ გქონდეს, რამდენად ნაკლებ დროს დავხარჯავდით აი ამის არჩევაში, რომელიც საბოლოო ჯამში არაფერს არ ცვლის. და ეგეთი პარადოქსია, რომ საბოლოო ჯამში შენ თავისუფლების ტყვე ხარ, ანუ ბევრი დიდი არჩევნის ტყვე ხარ. არჩევანი რო ჩნდება, მაშინ ჩნდება აზრი, მაშინ ჩნდება ვაიმე რომელი ჯობია, რომელი არ ჯობია, მაშინ ხდება აწონ-დაწონვა, ანუ უბრალოდ თავსატეხი გეჩითება ისეთი, რომელიც
არ უნდა გეჭიდებოდეს, არ უნდა არსებობდეს რა. ეს ყველაზე საინტერესოა. აქ ერთ იმას პარალელს გავავლებ, ზუსტად ეგ არის, რომ ვისაც გაქვთ ნანახი Severance, მომისმინეთ, ვისაც Severance არ გაქვთ ნანახი, ამოვანათებ, დავწერ რომელ წუთზე უნდა გადაახვიოთ, რომ სპოილერი არ გამომივიდეს. მოკლედ ესეთი ამბავი, რომ Severance-ში ხო ჩადიან იქა და იქ სანამ მათ არჩევანი არ აქვთ, ქვემოთ არსებებს, ინიებს რო ეძახიან, შიგნით ვინც არის. არჩევანი სანამ არ აქვთ, ყველაფერი კარგად მიდის, არაფერი არ აწუხებთ, არაფერი აი ეს არ აქვთ, რა ფოთვა არ აქვთ, მაგრამ როგორც კი ნახავენ რაღაცა სხვაც არსებობს და დაინახავენ ამას. უცებ საერთოდ არსებობს, რომელსაც პრობლემა საერთოდ არ ქონდათ და არაფერზე ფიქრი არ უწევდათ და ვერც ხვდებოდნენ, რომ ტყვეები იყვნენ, რომ რამე ხენი ხო ტყვეები არიან, ეხა ჩვენი გადმოსახედიდან, მაგრამ თვითონ ვერ ხვდებოდნენ. მარტო მაშინ მიხვდნენ, რომ ტყვეები იყვნენ, როცა არჩევანი გაეჩითათ. ანუ მანამდე მარტო ჩვენ ვიცოდით, რომ ტყვე არის, ტყვეები იყვნენ რა. გასწორდა ეგეთი რაღაცა, ანუ ეგ პარალელია, რომ შიგნით ვინც არის, ისინი ცოდვები მაშინ გახდნენ, რეალურად ცოდვები, ხა ჩვენთვის უცოდვები იყვნენ, მაგრამ რეალურად ცოდვები მაშინ გახდნენ, როგორც კი არჩევანი გაეჩითა და ნახეს გარე სამყარო და თავისუფლების გემო. თუ გინდა განვითარდე, პირველ რიგში რაც უნდა გააკეთო, ის არის, რომ უნდა აღიარო, რომ საკმარისად კარგი არ ხარ. შენ თუ ფიქრობ, რომ გულწრფელად ფიქრობ, რომ 10-დან 10 ხარ, მომსპარი ხარ, ან მორჩა დამთავრდა რა, იმიტომ რომ შენი გადმოსახედიდან ამაზე მეტი შენ ვერასდროს ვერ გახდები, რაც ეხლა ხარ. ანუ პირველი რაც უნდა გაიაზროს ადამიანებსაც განვითარება უნდა, ის არის რომ ჯერ ცოტა არის და ბევრი უნდა გახდეს. რაც უფრო ცოტა გონია თავი, მით უფრო ფიქრობ, რომ დიდი გზა გაქვს, სანამ განვითარდები, სანამ ბოლოსკენ გახვალ რა. ანუ თუ რაღაც ადგას დგახარ, უნდა აღიარო, რომ ეგ სადაც დგახარ არის გზა და არა კედელი რა. თუ ფიქრობ, რომ კედელია და ბოლოში ხარ გასული, იქ ნაბიჯს ვერასდროს ვერ გადადგამ, არ გადადგამ, იმიტომ რომ კედელია, მანდ რატომ უნდა გადადგა ნაბიჯი? და თუ აღიარებ, რომ იქ სადაც დგახარ, კედელი ჯერ ძალიან წინ არის, შენ ძალიან თამამად დაიწყებ ნაბიჯების გადადგმას. ამიტომ ნაბიჯები თუ გინდა გადადგათ, თუ გინდა განვითარდეთ, თუ გინდა წინ წახვიდეთ, აღიარეთ პირველ რიგში საკუთარ თავთან, რომ ჯერ ბევრი რაღაცა გაქვთ სასწავლელი და ბევრი რაღაცა გაქვთ გასაკეთებელი. ძალიან საინტერესო ისაა, რომ თუ გინდა რომ მაღალი ქვიშის სასახლე ააშენო, აუცილებლად სადღაც ორმო უნდა ამოთხარო რა. ანუ რაღაცა ნაწილი ნიადაგის რაღაცა ნაწილი ქვიშის გონდა დააცარიელო, რომ სადღაც რაღაცა ააშენო. მაღალს ვერაფერს ვერ დადგამ, სანამ სხვა ადგილას რაღაც არ დაადაბლე რა. ანუ შენებადან გრევა, ანუ ერთი და იგივე მოქმედების უბრალოდ სხვადასხვა ფაზაა. ანუ შენ რაღაცას რო აშენებ, პარალელურად სადღაც ორმოს თხრი. დაფიქრებულ ხარ თუ არა იმაზე, რომ ჩვენ შეიძლება სიჩუმე არასდროს გვიგრძნია რა. ანუ არასდროს. ანუ ყველაზე ჩუმ ადგილასაც კი გესმის შენი სუნთქვა, გულის წემა, სისხლის მიმოქცევა, აი გესმის რაღაცა რა. ანუ აბსოლუტური სიჩუმე ჩვენ არასდროს შეგვიგრძნია რა. და როგორი საინტერესოა. ნეტა რა მოხდება, როდესაც აბსოლუტურ სიჩუმეს შეიგრძნობს ადამიანი. ანუ ყურები ძალიან რომ აი ყურები რომ ძალიან იმას ხდება და ყველაფერი შენი ორგანოების ხმა მაინც გესმის რა. 100%-იან სიჩუმეში გონია რომ კონცენტრაციის უმაღლეს მწვერვალზე შეგილი ახვიდე და დიდი რაღაც გაიაძრო, რაც აქამდე გააზრებულიც არ გქონდა. ალბათ ამაზე თუ დაფიქრებულ ხართ, რომ ადამიანს შესაძლოა რაღაცას არ პატიობთ, მარტო თქვენში აცოცხლებთ მაგ დროს, ესე რომ ვთქვათ, ქარიშხალს რა, ქაოსს რა. ანუ მე თუ ვიღაცაზე ვარ გაბრაზებული და არ ვპატიობ, მარტო ჩემში ხდება რაღაც. ანუ ის იმ ადამიანში არაფერი არ იცვლება. იმ ადამიანს შეიძლება სინდისი აწუხებდეს, გინდა ვაპატიო, გინდა არ ვაპატიო, იმ ადამიანს სინდისი სულ შეიძლება აწუხებდეს. ანუ მე რო ადამიანს არ ვპატიობ, ამ არ პატიების პროცესში საკუთარ თავს ვაზარალებ მარტო. ანუ მარტო შენ განიცდი სიმშვიდის ნაკლებობას დედამიწის ზურგზე, როდესაც ვიღაცას ან რაღაცას, ალბათ უფრო ვიღაცას არ პატიობ. ანუ პატიება სულ გრძელობა კი არ არის, უბრალოდ ჭკვიანური და ლოგიკური გადაწყვეტილებაა რა. შენ თუ შეგიძლია ვინმეს აპატიო, უნდა აპატიო უეჭველი. ანუ შენ გამო უნდა აპატიო, შენი თავის მტერი თუ არ ხარ, უეჭველი უნდა აპატიო რა. და თუ პატიება არ შეგიძლია, უნდა იმუშაო იმაზე, რომ პატიება შეგეძლოს, იმიტომ რომ შენ ამ პატიებით და არ პატიებით მარტო შენ თავზე ახდენს აი ეს ყველაფერი ზეგავლენას და არავიზე სხვაზე. ესეც საინტერესოა, წარმოიდგინეთ, რაც უფრო დიდ ცოდნას იღებ, მით უფრო ცვლი შენს თავს.
ანუ ადამიანები რაც უფრო ვითარდებიან, ცოდნას იღებენ, მორალურად იზრდებიან და ასე შემდეგ, სიმართლისკენ და ჭეშმარიტებისკენ მიდიან, როდესაც ჭეშმარიტებას გაიგებ, ძალიან რთულია ამ ჭეშმარიტებაზე თვალი დახუჭო, ძალიან რთულია. და ადამიანები თუ ჩვენ გავიზრდებით, განვითარდებით და ჭეშმარიტებისკენ წავალთ და აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ჩავწვდებით და მაგის მიხედვით შევცვლით ჩვენს თავებს, ყველა ერთნაირი გავხდებით ალბათ. იმიტომ რომ თუ ჭეშმარიტება ერთია და მაგ ბოლო ეტაპზე ადამიანი მივა, ჩვენ საკუთარ მეს დავკარგავთ ინდივიდუალებს და გავხდებით ერთნაირები. იმიტომ რომ ყველაფერზე გვეცოდინება, რომელი არის სწორი, რომელი არასწორი. ეგ ხო არ არის ცხოვრება. ეგ ხო არ არის სამოთხე. რამდენი პარადოქსია, რამდენი განტოლებაა, სადაც x-ი x-საც უდრის და შეიძლება ეგ x-ი y-საც უდრიდეს. და ორივე პასუხი მართალი იყოს, ან ორივე პასუხი არასწორი იყოს. და შენ ვერ წყვეტ რა, რომელს მიენდო, რომელს დაუჯერო, რომლით იხელმძღვანელო და ამ სულიერ ქაოსში, სადაც შეიძლება თავისუფლება ტყვეობას უდრიდეს, პატიება, ეგოისტურ ქმედებას, ცოდნის მიღება და განვითარება პიროვნების და ადამიანობის დაკარგვას. იაზრებდე რომ რა დიდია სამყარო, რა პატარა სივრცის და დროის ნაწილი ხარ. ანუ წარმოიდგინე უდიდეს წარსულში და უფრო დიდ მომავალში მარტო აწმყრო გეკუთვნის და მართლა რომ დაუფიქრდე იმას რომ რა პატარა ხარ და იქნებ საერთოდ ციცოცხლის შექმნა მართლა ამორალური საქციელია და მართლა საერთოდ ვერაფერზე ზეგავლენას ვერ ახდენ და ეს ყველაფერი ეს რაღაცა სამოტივაციო ამბები, სამოტივაციო სპიჩები, რაც ცხოვრება მშვენივრია და ესეთი ფრაზები შეიძლება მართლა რომ ფარსი იყოს, აი ამ ქაოსში რო ხარ, უცებ შეიძლება შემოვიდეს ადამიანი ოთახში, სადაც შენ ზიხარ ქაოსში ხარ, ის ქარიშ ხალი ტრიალებს, არაფერზე პასუხი რა. და უცებ შეიძლება კარი გაიღოს, შემოვიდეს შენი საყვარელი ადამიანი, უბრალოდ გითხრას რომ მოენატრე, ან ჩაგეხუტოს, ან მიყვარხარო გითხრას და უცებ აი ეს ყველაფერი, აი თითქოს ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფიური რაღაცა ცხოვრების აზრი, სადაც უნდა იყოს, აი ეგ ყველაფერი უცებ საერთოდ ფასს კარგავს, საერთოდ წონას კარგავს, საერთოდ გავიწყდება რომ არსებობდა, საერთოდ აღარც გაინტერესებს არაფერი, რაზეც ფიქრობდი და ივსები უდიდესი ბედნიერებით და უდიდესი სიყვარულით რა. ის ყველაფერი თითქოს ის სამყაროს საიდუმლოება 1 გრამია და ეს სიტყვა რომელიც არის მიყვარხარ შეიძლება მილიონი ტონა იყოს რო შეადარო ერთმანეთს რა. სიყვარული ადამიანში არის უმაღლესი მწვერვალი. ანუ სიყვარულზე ძლიერი ვერაფერი ვერ არის რა. ანუ სიყვარული არის ღმერთი. ხოლო დანარჩენი ყველაფერი არის რაღაცა უცნაური მათემატიკა, რომელსაც არასდროს არ აქვს ერთი პასუხი რა. ძალიან საინტერესოა, მაგრამ როდესაც ეს ორი ემოცია, ეს ორი ფიქრი ერთმანეთის წინააღმდეგ მოდის, იმ ყველაფერს ფასი საერთოდ ეკარგება რა. სიყვარული არის სახლი. ესე რომ მოკლედ რო ვთქვა, სიყვარული არის სახლი, წარმოიდგინეთ და ეს უცნაური პარადოქსები, ფილოსოფიები, ტყუილები, სიმართლეები არის ნივთები, რომელიც სახლში გვიწყვია რა და მარტო მაშინ აქვს აზრი და დადებითი დატვირთვა ამ ნივთებს, როცა სახლი გაქვს და როცა სახლი არ გაქვს, ანუ როცა შენში სიყვარული არ არსებობს, აი ეს ნივთები ყველაფერი უბრალოდ ტვირთია და თავის ტკივილი. ამიტომ იცოდეთ, ეხლა მე შუქი ჩამეხრა, წითელი ისეთი სპიჩი დავაწყე, რომ წითელი მოვკალე. გამოიწერეთ ჩემი არხი.